მკაცრად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ვერიდებოდი ამას, რომ ვინმე არ ჩამითვალოს თავის ქებაში. ახლა იძულებული ვარ პირდაპირ ეთერში, მე მგონი საერთოდ არ ვიცი, პირველად შეიძლება არა, მაგრამ ხო იცით რომ ყოველთვის იძულებული ვარ თქვა. მე ვარ საქართველოს ქართკახეთის ბოლო მეფის გიორგი მე-12 შთამომავალი. ქალიშვილის ხაზით. მე გახლავართ ერეკლე მეორე შთამომავალი. ვინც არის ახლა ტახტის პრეტენდენტი, ნუგზარ გრუზინსკი არის ჩემი უახლოესი ნათესავი, უახლოესი. მე გახლავართ დადიანების შთამომავალი. გახლავართ გურიელების შთამომავალი. მე გახლავართ გიორგი სააკაძის შთამომავალი. ქეთევან დედოფალი დიდმოწამე არის ჩემი დიდი ბებია. მაჰმადიან ძმებს მინდა უთხრა, ჩემი წინაპრები არ იყვნენ მხოლოდ საქართველოს მეფე-მთავრები, სხვა ქვეყნის მეფე-მთავრებიც იყვნენ ჩემი წინაპრები და სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ მე გახლავართ ხამზა იყო მაჰმადის ბიძა. პირველი მაჰმადიანური სწავლებით, ესე იგი პირველ მოწამე მაჰმადიანით. ხამზაითთა შთამომავალიც ვარ, პირდაპირ მაჰმადის ალითთა შთამომავალიც ვარ, ომეյათთა და აბასითთა სხვადასხვა ხაზებით. მაგალითისთვის, ხო, რა თქმა უნდა, ქალის ხაზით ვარ, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებლის შთამომავალი მაგალითად, ასევე და მინდა რომ იყოს ვკაფიოდეს გასაგები. და დღეს ვარ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვარ საქართველოს, სრულიად საქართველოს თავადაზნაურობის წინამძღოლი.